სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაით. ჩვენთან არის ღმერთი. ზიარების წინა ლოცვებში ჩვენ აღმოვიკითხავთ ესეთ სიტყვები არის, რომელი განკაცენ ხსნისათვის ნათესავისა კაცთასა. რომელიცო განკაცდიო კაცთა მოდმის ხსნისათვისო. და ეს განგებულება არ შეცვლილა, ღმერთი უცვალებელია. ღმერთმა, როდესაც განიზრახა კაცობრიობის გამოხსნა, ცოდვის და ჯოჯოხეთის ტყვეობიდან, ეს განზრახვა აღსრულდა და აღსრულდება. როგორც ქრისტე მოვიდა, მოიტანა მხსნელი მოზღვრება, ეს მოზღვრება ყოველი დროის ადამიანს განანათლებს და მოიყვანს ჭეშმარიტების შემეცნებაში და ჭეშმარიტების შემეცნება არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ადამიანი გადარჩეს. იმიტომ რომ თუ ჭეშმარიტება ვერ შევიმეცნეთ, მაშინ მონებად ვრჩები ჩვენ. სნა ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება მან განგათავისუფლეს თქვენ, ამბობს უფალი. და როდესაც ადამიანი მოდის ეკლესიაში, თქვენ ისით რომ ორგვარად აპურებს ეკლესია ადამიანს, ერთი თვით ქრისტე არის, რომელიც ბრძანებს მე ვარ პური, რომელიც ზეცით გარდამოხვედ და ჩვენ ვეზიარებით და მეორე არის რის შესახებაც უფალი ბრძანებს მე ვარ გზა და ცხოვრება და ჭეშმარიტება, ანუ მოძღვრება, მართლმადიდებლური მოძღვრება და ის ნუგეში, რომელ ნუგეშაც გვცემს ჩვენ უფალი თუნდაც იმ ისტორიის გახსენებით, რომელ ისტორიასაც ეკლესია იხსენებს. აი პირველი შაბათი, დიდმარხვის პირველი შაბათი თქვენ ისით რომ არის წმინდა თეოდორე ტირონის ხსენება და ამ დღეს ეკლესია იხსენებს თუ როგორ იხსნა კონსტანტინოპოლის მოსახლეობა თეოდორე ტირონმა აღსრულებიდან ნახევარი საუკუნის შემდგომ როგორ გამოეცხადა პატრიარქს და როგორ უთხრა რომ არ ეყიდათ არაფერი ბაზარში მორწმუნეებს, იმიტომ რომ ნაკერპავით იყო შებილწული და როგორ აი კოლიოს რო ვაკეთებ ჩვენ აი ეს საიდანაც მოდის ეს ტრადიცია, პირველი შაბათი ეს იყო და მეორე კვირა იყო მართლმადიდებლობის, ესა პირველი კვირა იყო მართლმადიდებლობის ზეიმი, ხო? და გვანუგეშებს ეკლესია როგორ ებრძოდა საუკუნეების მანძილზე ჭენი ჯოჯოხეთისანი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ეკლესიას და რომლის შესახებაც უფალი ბრძანებს კლდესაზე და აღვაშენო ეკლესიայի ჩემი და ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. აი ეს ჭენი ჯოჯოხეთისანი როგორ ებრძვიან? განსაკუთრებულად მოძღვრებას როგორ ებრძვიან, ხო? გითხარით რომ ერთი არის რომ ვეზიარები ჩვენ და მეორე არის მოძღვრება. მოძღვრების გარეშე ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის გარეშე და იმ მოძღვრების გარეშე, რომელიც დამარხული არის ამ ეკლესიაში, ადამიანი ვერ გადარჩება. ან გადარჩება, ან არ გადარჩება, კი არა, ვერ გადარჩება. ჭეშმარიტი მოძღვრების გარეშე. და ეკლესიაში მოსულ ადამიანებს ჩვენ ეკლესია გვახსენებს ისტორიას, აი ერთ-ერთი საღვთისმეტყველო დარგი არის საგანი ეკლესიის ისტორია. და ეკლესიის ისტორიის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი არის მორწმუნე ადამიანისთვის და რატომ? იმიტომ რომ რა არის საერთოდ ეკლესიური ცხოვრება, ესე რომ დავსვათ ჩვენ საკითხი, ეს არის ბრძოლა. ბრძოლა საკუთარ დაცემულ ბუნებასთან და საკუთარ იმ მიდრეკილებებთან, რომელიც ზოგი გენეტიკურად ჩამოყვა ჩვენ, ზოგი ჩვენ თვითონ შევიძინეთ, ზოგი მოწყლული ვართ ამ რაღაც სხვადასხვა ცოდვებით და გვაწვალებს მერე მთელი ცხოვრება და აი ამასთან ბრძოლა არის, ეკლესიური ცხოვრება მეტი კი არაფერი არ არის. და მარხვა ერთ-ერთი საშუალება არის ამ ბრძოლაში, მარხვა. მარხვაში განსაკუთრებულად გონებაც უფრო ნათელია, ეკლესიის ხმაც შეცვლილი, აი ნახეთ ყველა ეკლესიაში, ყველა მოსვლაზე ჩვენ რაღაც დღე არის დაწესებული. დღეს არის მაგალითად ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათი ქვია ამ დღეს. ხო და რატომ არის, აი ნახეთ რა ისტორიას გვახსენებს, უყურეთ, ეკლესიის ისტორიის ცოდნა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვართ ხოლმე მტრების გარემოცვაში. ჩვენი წინაპრები ძლიერები რითი იყვნენ?
რომ მათ ეს ისტორია იცოდნენ. რა ისტორია, აი მაგალითად, ახლა რას იხსენებს დღევანდელ დღეს, რა ისტორიას იხსენებს ეკლესია. სპარსთა მეფე ხოსროს განზრახვა იყო ესეთი, რომ მთელი აღმოსავლეთი დაეპყრო. და პატრიარქის სერგის დროს, აი ამ რასაც იხსენებს დღევანდელ დღეს, აი რაც სვინაქსარში რაც წერია ჩვენ საღვთისმსახურო წიგნებში, იმ ისტორიას მოგახსენებ. შემოესია იგი კონსტანტინოპოლს, საბერძნეთს და ესე იგი ძალთა თანაფარდობა აბსოლუტურად არ იყო შესაბამისი 10 როგორც ესე იგი წერს აი ამ სვინაქსარში წერს ეს არის თვითონ საეკლესიო მოღვაწეებიდან შემონახული ქადაგება, მაგრამ ძალიან ბევრი ისტორიკოსი მოიძიებს ხოლმე აი ამ სვინაქსარებს და იმოწმებს ხოლმე თავის აღწერაში და ესე იგი 10 ერთზე იყო დაახლოებით, აი ძალთა თანაფარდობა ესეთი იყო, სპარსელები იყვნენ 10 და ბერძნები 1. მაგრამ პატრიარქმა ანუგეშა ისინი, რომ ჩვენი სასოება მან უთხრა ერს, რომ ჩვენი სასოება ქალაქის თავის და ყველანი იყვნენ მართლმორწმუნენი და მათ სასოება დაამყარეს არა თავიანთ თავზე და თავიანთ თავზე ვერც გახდებოდნენ ვერაფერს, დაამყარეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. და აიღეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ჯვარი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველი და დაიწყეს ლიტანიობა წმინდა ქალაქის გარშემო. და მოხდა ძალიან დიდი სასწაული. ნაწილი აი ამ ჯარისკაცებისა ზღვაში და ზღვით ხმელით აი ყოველი მხრიდან შემოსეულები იყვნენ. ნაწილი ზღვაში ქარიშხალი ამოვარდა იქ ჩაირჩვენ, ნაწილი ერთმანეს დაერივნენ და მოკლედ იძლივნენ მტრები. მერე განმეორდა კიდე ეს შემოსევა, რა თქმა უნდა, მტერი ესე ადვილად არ დასხრებოდა 36 წლის შემდგომ ისევ შემოესიენ ისინი საბერძნეთს და უფრო მეტი, უფრო დიდი მარცხი აგემეს მაშინ ისევ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით და აი ამ ღირსშესანიშნავი მერე ისევ შემოესივნენ ლეონის ავრიელის დროს. აი ამ საკვირველი ძლევის ნიშნად მთელი ერი, რა თქმა უნდა, პატრიარქის კურთხევი და მთელი ერი მთელმა ერმა უგალობეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ეს არის პირველი დაუჯდომელი, აი რო არის, ხო იცით, ზესთან ბრძოლისა ჩემისათვის ესე რო იწყება. გუშინ ცისკარში იყო ჩართული. გუშინ ჩვენ წავიკითხეთ ცისკრის დროს და ამითაც გავიხსენეთ ეს ისტორიული დღე და დაუჯდომელი იმიტომ ხია რომ მთელი ერი იდგა ფეხზე და ფეხზე მდგომი ღაღადებდნენ მაღლით ახმითაო ესე წერია მთელი ერი იდგა და უგალობდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და იმ საკვირველი ძლევის გამო მადლობას შესწირავდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. აი ამ დღეს იხსენიებს დღევანდელ დღეს ჩვენი ეკლესია ქრისტეს მიერ საყვარელნო და კიდევ ერთხელ ნუგეშინის გვცემს ჩვენ იმით რომ აი ჩვენი წინაპრების გადმოგძახებდნენ ხოლმე აი ამ შეძახილებით და ხშირად გვეუბნებოდნენ რომ როდესაც ქვეყანაზე არის რაღაც განსასწრებელი ზეცას უნდა მიმართოთ. არა თუ ქვეყანაზე აი ესეთი დარიგება არის. ხანდახან დედა მოდის და გულის ტკივილს გამოთქვამს იმის შესახებ რომ შვილთან რაღაც ვერ არ უჯერებს შვილი ან რაღაცა ცუდ გზაზე დადგან რაღაცა და პირდაპირ ამბობენ მამები რომ ამ დროს ეს არის მოწოდება ლოცვისკენ. დედა ამ დროს რაღაცა ისტერიები კი არ უნდა აუვარდეს, არ უნდა მობრუნდეს, უნდა და უნდა უთხრას რომ უფალო მე ჩემი ძალები ამოვწურე და დანარჩენი შენიცი შენ ხარ ძალისწყარო, მომეცი ძალა, მომეცი სიტყვა, მომეცი სიბრძნე. ხანდახან ბავშვი შეიძლება გავიდე შენი სმენის არეალიდან არ გისმენდეს, მაგრამ შენ შეგიძლია ისეთი რამ უთხრა მას, ისე მოექცე შენ მას, რომ დააბრუნო ეს ბავშვი და ანუ ოღონდ ეს სიბრძნე და ეს ყველაფერი არის ღვთის ხელში და ჩვენი წინაპრები შემოგძახებდნენ რომ
როს ქვეყნად წამალი ქრება, არაფერიაც ისთანაო ვაჟა-ფშაველა რო ამბობს, ამის შესახებ ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დღევანდელ დღეს, ხო და რითი დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რომ ღმერთი განკაცდა ხსნისათვის ნათესავისა კაცთასა და ეს სიყვარული, რომელიც სიყვარულის გამოც იგი განკაცდა და ხორცი შეისხა მარიამისაგან ქალწულისა, ეს სიყვარული კი არ შეცვლილა, ღმერთი უცვალებელია, ისევ უყვარს ადამიანი. ისევ აი ამ რასაც ახლა ჩვენ ვიხსენებთ, ეს შემთხვევა და კიდე სხვა შემთხვევები ჩვენ გვიდასტურებს იმას, რომ უფლის სიყვარული არ შეცვლილია ადამიანებისადმი, მართლმორწმუნე ადამიანებისადმი, განსაკუთრებულად, იმიტომ რომ მართლმორწმუნე ერი ეს არის უფლის სამკვიდრო, არც მეტი, არც ნაკლები. უფლის სამყოფელი, უფლის სამკვიდრო, ერი ღვთის სიტყვის მტვირთველი. ისრაილი, აი ძველი სახელი ამას ნიშნავს, ღვთისთვის მებრძოლიერი, ღვთის სიტყვის მტვირთველიერი და განსაკუთრებულად იცავს. ამიტომ ჩვენ დღეს უნდა უთხრათ ჩვენ თავს და უნდა ვიცოდეთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერის და ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის გადარჩენისთვის და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვყავს ისეთი სასო, როგორც არის დედა ღვთისმშობელი, რომელმაც იხსნა ამ შემთხვევაში ბერძენიერი და ქართველიერი კიდე ჩვენ ახლა ის გახსენებები თუნდაც აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიწყოთ პირველი საუკუნიდან ანდრია მოციქულის გამოგზავნა მისი საქართველოში, მეოთხე საუკუნეში წმინდანოს გამოგზავნა მის მიერ საქართველოში, ასურელი მამების მის მიერ გამოგზავნა საქართველოში, აგერ შამთაზე ილარიონ ქართველის დროს პირდაპირ დედა ღვთისმშობელი გამოიცხა და იქიდან გამოგდებას უპირებდნენ ეკლესიიდან ქართველ ბერებს და დედა ღვთისმშობელი გამოიცხა და მამას სახლის გაბრაზებული უთხრა, რომ როგორ ბედავ ამ ერის აქედან გაგდებასო. ძალიან ბევრი შეგვიძლია ჩვენ გავიხსენოთ, რომ უყვარვართ ჩვენ დედა ღვთისმშობელს და უყვარვართ რის გამო რაღაც ყველაზე მეტი ცოდვილები ჩვენ ვართ, მაგრამ ერთი რაც არის, რომ როგორც წმინდა გიორგი მთაწმინდელი ამბობს, მართლმადიდებლობა ერთგზის შევიცანით და არ მიდრეკილ ვართ, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ისტორია არ ახსოვს ქართველი ხალხის გადადრეკა მართალი სარწმუნოებიდან და გაუფრთხილდეთ აი მართალ სარწმუნოებას. ისეთი ბრილიანტია, რომ თუ ვიქნებით მართალ სარწმუნოებაში, ხო, უფალი არ დავტოვებს ჩვენ, თავის ერს არ დატოვებს უფალი. უძლეველითა ქრისტე მარჯვენითა შენითა და ყოვლად უხსნელისა, დიდებულისა, დედოფლისა, ჩვენისა ღვთისმშობელისათა ქრისტე ღმერთო მოწევნულთა და მოწევნათა განსასწელთაგან გვიხსენ ჩვენ, ხოლო სახიერ ხარ და კაცთმოყვარე. ამინ.